უსვინოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გიმნს. მარომაყაშვილის სახელობის მარში ახლა ვაკის პარკიდან გმირთა მოედნისკენ მიემართება. ახლა მოქალაქეებმა ჩართეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი, მას მოусმენენ, ცოტა ხნით შეჩერდნენ ისინი ჭავჭავაძის გამზირზე. ეს მარში ვაკის პარკიდან მარომაყაშვილის სახელობის მარში, რომელსაც ქალები მოუძღვებიან სიმბოლურად, მიემართება ახლა გმირთა მოედნისკენ. გმირთა მოედანზე შეერთდება ერთად 6 მარში და ამის შემდეგ უკვე მოქალაქეები ყველა ეს მსვლელობა და მარში ერთად უკვე გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 90-მე დღესაც. რასაკვირველია, აქ შეკრებილი ადამიანების მოქალაქეების მთავარი მოთხოვნები არის უცვლელი თავისუფლება, რეჟიმის პატიმრებს, რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევულ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჩატარდეს ახალი არჩევნები. რადგან აქ შეკრებილი ადამიანების აზრით, ქართული ოცნების მიერ არჩევნების შედეგებად გამოცხადებული ცესკოს მიერ დაწერილი რიცხვების სინამდვილეში არ გამოხატავს ქართული ხალხის ნამდვილ არჩევანს. ის რომ დღევანდელი მარშები ატარებს გმირების სახელწოდებებს და ის რომ გმირთა მოედანზე შეერთდება დღევანდელი მსვლელობები, ეს არ არის შემთხვევითი. შემთხვევითი არ არის არც თარიღი 25 თებერვალი, რომელიც შეირჩა დღევანდელი გაფიცვის, დღევანდელი პროტესტის მთავარ დღედ და თარიღად. მე აქციის მონაწილეებს გავესაუბრები, როგორც გითხარი და კადრშიც ხედავთ, ქალები მოუძღვებიან ამ მარშს, მარომაყაშვილის სახელობის მარშს. აქციის მონაწილეებს უკითხა უფრო მეც მათი მოთხოვნების შესახებ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. თქვენ მარომაყაშვილის მარშს ქალები მოუძღვებით, ესეც ალბათ სიმბოლურია. დღევანდელი ეს აქტივობა გულისხმობ მარომაყაშვილისა და არა მარტო მისი სახელობის მარშებს. დღევანდელი თარიღიც ამ გაფიცვის არის სიმბოლური. სავსეა ეს დღე სიმბოლოებით. გითხარით, თქვენ აქ რატომ ხართ, რატო გადაწყვიტეთ, რატომ გადაწყვიტეთ მაინცა და მაინც ამ მარშს შემოერთდებოდით? თქვენთვის რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თარიღს და მარშს, რომელსაც მოუძღვებით? კი ბატონო, პირველ რიგში სწორად აღნიშნეთ, რომ ეს გახლავთ მარომაყაშვილის სახელობის მარში. მარომაყაშვილი გახლავთ კიდევ ერთი სპორტული და ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის შევარდნების ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ აქ ჩვენ დღეს სიმბოლურად შევარდნების გოგუებს, შევარდენის გოგუებს წარმოვადგენთ, როგორც ხედავთ, ბერეტებში საქართველოს ძველ დროშაში მიუძღვებით მარშს წინ. გვინდა ამით აღვნიშნოთ, ეს სიმბოლო არის ზუსტად იმის, რომ სპორტული კლუბებიც მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში 1918 წელს პირველი იდგნენ თავისუფლების სადარაჯოზე. ის ნარატივი, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში ვერ აერევა, განულებულია, რადგან პირველ რესპუბლიკის პირობებში ქალებიც და კაცებიც თუნდაც სპორტული სფეროდან ერთად იდგნენ და მყარად იდგნენ სწორედ სპორტული სფეროდან. გიმნასტების კლუბი გახლავთ, შევარდნები გახლავთ, რომლებიც 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდგომაც კი პირველად მოაწყობინეს მარში, თუმცა 1922 წელს როგორც დანარჩენი ეროვნულ განმათავისუფლებები მოძრაობები საბჭოთა სოციალისტურმა კავშირმა ააკრძალა. რას ხედავთ საერთოს მაშინდელ რეჟიმსა და დღევანდელ რეჟიმს შორის? ესეც სიმბოლოების ერთ ნაწილია, როგორც ვიცით. დღევანდელი რეჟიმი ანალოგიურს აკეთებს, რასაც მაშინდელი რეჟიმი, გამოკლებით იმისა, რომ ჯერჯერობით ხალხი არ დაუხრედია და დისიდენტები არ ყოფილან ამ შემთხვევაში. თუმცა დისიდენტებად მივიჩნევ იმიგრანტებს, რომლებსაც აღარ დაედგომებათ სამშობლოში და სხვადასხვა ქვეყნებში მიდიან, რომ ელემენტარული ყოფითი ცხოვრების პირობები გაიუნჯობესონ. მაგალითად, ჯარიმები, თავისუფლების აღკვეთა უკანონო დღეს არის ზუსტად ის გადმონაშთი საბჭოთა სოციალისტური კავშირისა, როდესაც თავისუფალი აზრის გამოხატვის მქონე ადამიანებს ებრძოდნენ და ცდილობდნენ, რომ ჩაეხშოთ მათი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი და თავისუფალი აზროვნება. უღრმესი მადლობა, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით. მე დაგიტოვებ კადრს, ახლა ჭავჭავაძის გამზირზე ვიმყოფებით მარომაყაშვილის სახელობის მარშში, რომელსაც როგორც კადრში ხედავთ, სიმბოლურია რა თქმა უნდა, რომ მოუძღვებიან ქალები. ახლა მიემართება გმირთა მოედნისკენ. გმირთა მოედანზე 6 მარში შეერთდება, 6-ვე მსვლელობა და მარში. შემდეგ უკვე პროტესტის 90-მე დღეს ტრადიციულ წერტილში რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან გადაინაცვლებს.